William Courtney შემდეგ მეცხრეებთან საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე შეერთებული შტატების კიდევ ერთი ყოფილი ელჩი საუბრობს. ამჯერად მეცხრე არხის ვაშინგტონის ბიურომ ექსკლუზიური ინტერვიუ რიჩარდ მაილსთან ჩაწერა, რომელიც ასევე აცხადებს, რომ არჩევნების არასამართლიანად ჩატარების შემთხვევაში საქართველოს მიმართ ნდობა დაიკარგება. საქართველოში რაც ხდება, სცილდება გარკვეულ ზღვარს, ამბობს დიპლომატი, რომელიც დიპლომატიურ მისიას საქართველოში 3 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა. რიჩარდ მაილსი 2012 წლის არჩევნებს მნიშვნელობით 2003 წლის არჩევნებთან აიგივებს. ვიდეო და ჩანაწერი ჩვენ ამ წუთებში ვაშინგტონიდან ხარვეზებით მივიღეთ, ამიტომ ვრცელ ინტერვიუს რიჩარდ მაილსთან ხვალ 9 საათზე შემოგთავაზებთ. არჩევნები თბილისში მყოფი სენატორთა სამკაციანი დელეგაციის შეხვედრების მთავარი თემაც არის. შეხვედრები დღეს მმართველი პარტიის გარდა ოპოზიციასთანაც გაიმართა. ჩვენ გვინდა ვიხილოთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რომლის შედეგებსაც დამარცხებულები აღიარებენ. ეს განცხადება ამერიკელმა სენატორმა ჯონ მაკეინმა გააკეთა. მაკეინს დღეს არჩევნების წინა პერიოდში არსებული დარღვევები არ უხსენებია, მას არჩევნების შედეგებზე შესაძლო დავა აწუხებს. ბრძოლა საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის, თავდაცვითი შეიარაღების მიწოდებისა და სამართლიანი არჩევნებისთვის. ის ძირითადი გზავნილებია, რომლებიც შეერთებული შტატების სენატის გავლენიანმა წევრებმა ქართულ პოლიტიკოსებსა და მოსახლეობას მიაწოდეს. პირველი შეხვედრა სენატორებმა ქართული ოცნების წევრებთან გამართეს. ივანიშვილმა თქვა, რომ რუსეთთან ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა და ჩვენ მის სიტყვებს ვიღებთ. მაწუხებს ის საკითხი, რომ არჩევნების შემდეგ შესაძლოა მის შედეგებზე დავა დაიწყოს. ჩვენ გვინდა ვიხილოთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და ეს განსაჯონ დამკვირვებლებმა, ხოლო დამარცხებულებმა შედეგი აღიარონ. ერთსაათიანი შეხვედრის შემდეგ დეტალებზე კომენტარი კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა. მისი თქმით, სენატორებმა კარგად იცოდნენ ყველაფერი, თუმცა შეხვედრაზე უკეთ დაინახეს დღევანდელი რეალობა. ჩვენ შევბირთით მათ, რომ მიუხედავად ყოველგვარი ამ სისრულისა და ძალადობისა, ჩვენ აუცილებლად მოვახერხებთ და ჩავიყვანთ ხელისუფლებას ბოლომდე არჩევნებამდე, 1 ოქტომბრამდე მივალთ და აუცილებლად დემოკრატიულად, აუცილებლად არჩევნების გზით მოვახერხებთ და ჩავანაცვლებთ მოძალადე ხელისუფლებას. ქართული ოცნების ლიდერების შემდეგ სენატორები ქრისტიან დემოკრატებს შეხვდნენ. გიორგი თარგამაძის განცხადებით, საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის უფრო მეტად ზრდა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სურთ, რომ საქართველოს ეს ტესტი ამ არჩევნებზე დემოკრატიაში ჩააბაროს უკეთესად. საიმისოდ, რომ ქვეყნის საერთაშორისო მხარდაჭერა კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს, ამას მოყვეს უფრო მეტი ინვესტიცია. სენატორების განცხადებით, შეერთებული შტატები დიდ ყურადღებას მიაქცევს არჩევნებს და დაეყრდნობა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებებს. NDI-ს, IRI-ს და EUTO-ს სადამკვირვებლო მისიები უკვე აქ არიან და არჩევნებთან დაკავშირებით მათ შეფასებას ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა ექნება. საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. ჩვენ არ ვანიჭებთ უპირატესობას რომელიმე კანდიდატს, მაგრამ ვამაყობთ იმ პროგრესით, რომელიც საქართველოშია. საქართველო არის ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა პოსტსაბჭოთა სივრცესა და აღმოსავლეთ ევროპაში, თუმცა აქ წერტილი არ ისმება. თითოეულ ქვეყანას სურს მეტი თავისუფლება და კეთილდღეობა. ამიტომაც ვსტუმრობთ საქართველოს წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში. ჩვენ აქ ვართ არა იმიტომ, რომ ხარი დავუჭიროთ კონკრეტულ პიროვნებას, არამედ დემოკრატიას, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. საქართველოსადმი სენატის მტკიცე მხარდაჭერაზე ისაუბრა ლინდსი გრემმა. მისი თქმით, მომავალი არჩევნები საქართველოსთვის გადამწყვეტია. დემოკრატია ამ ქვეყანაში მუშაობს, რადგან ვისაც შევხვდით, ერთმანეთზე ყველა საჩივარს ამბობს. თავი ამერიკის შეერთებულ შტატებში მეგონა. არ ვიცი რა გამოვა აქედან, მაგრამ ყველას მოგიწოდებთ მიიღოთ არჩევნებში მონაწილეობა. ეს ისეთი რამ არის, რაზეც ბევრ სხვა ქვეყანაში ოცნებობენ. გაგიმხელთ ჩემ სურვილსაც, რომ საქართველო ერთ დღეს ნატოს წევრი გახდეს. სენატორების განცხადებით, მათ კარგი ურთიერთობები აქვთ პრეზიდენტ სააკაშვილთან. თუმცა უმნიშვნელოვანესია ქართველი და ამერიკელი ხალხის ურთიერთდამოკიდებულება. მათივე თქმით, საქართველოსა და შეერთებულ შტატებში არჩევნების შედეგების მიუხედავად მეგობრული კავშირები გაგრძელდება.